ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და სანქციების საკითხი. ეს იყო იმ თემების ნაწილი, რასაც დღეს პრემიერმა გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. ამასთან ირაკლი კობახიძემ სხდომის დეტალებზეც ისაუბრა, რომელზეც ქვეყანაში სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებზე იმჟელეს. კონკრეტულად კი თბილისში ახალი მასშტაბური სტადიონის მშენებლობაზე. ჩვენ გვაქვს დაანონსებული თბილისში ახალი მასშტაბური სტადიონის მშენებლობა, რომელიც დაიდოს 70,000 მაყურებელს. ამას აქვს თავისი სხვადასხვა საფუძველი. პირველ რიგში არის მაღალი მოთხოვნა საგანგებო მნიშვნელობის მქონე მატჩებზე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მოქმედი სტადიონი, დინამო სტადიონი, ბორის ბაიჯაძის სახელობის სტადიონი იდევს მხოლოდ 54,000 მაყურებელს. მოთხოვნა არის ბევრად მეტი, როდესაც საქმე ეხება საყბე უღბურთო ნაკრების მატჩებს. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია ახალი, უფრო მასშტაბური სტადიონის არსებობა ჩვენს დედაქალაქში. გარდა ამისა, ეს იქნება ერთგვარი საიმიჯო პროექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასე ვთქვათ, იმიჯზე, იქნება რეზონანსული პროექტი. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალ სტადიონზე. ესეც იქნება საიმიჯო კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს სტადიონი კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო მატჩებისთვის, ისევე სარაგბო მატჩებისთვის. ასევე აქ იქნება უზრუნველყოფილი ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურა, ამ კუთხითაც მოქმედი ინფრასტრუქტურა არის პრობლემური. ჩვენ ახალ სტადიონზე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ უმაღლესი დონის კონცერტებს უმასპინძლოთ ჩვენს დედაქალაქში. და რა თქმა უნდა, ახალი სტადიონის მშენებლობა ხელშეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბში ინვესტიციების მოზიდვას. ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი. ჰოლანდიური კომპანია გაგვიწევს საკონსულტაციო მომსახურებას. შემუშავდება ერთგვარი მასტერპლანი, კონცეფცია ახალი სტადიონისთვის ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად, რომელსაც ჩართული ეყოლება მათ შორის UEFA-ს ექსპერტები ამ სტადიონის კონცეფციის შემუშავების პროცესში. სხვადასხვა ალტერნატიული ლოკაცია განვიხილეთ, ჩვენ არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, დავალოდებით ჰოლანდიურ კომპანიას. მათი რჩევა იქნება საგანგებოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივია ლოკაციის შერჩევის პროცესშიც. ანუ ერთ-ერთი მისია ამ კომპანიის იქნება ის, რომ ჩვენ უნდა დაგვეხმაროს ლოკაციის შერჩევაში. ყოველ შემთხვევაში ეს იქნება გარეუბანი, ქალაქის გარეუბანი, ეს არის თანამედროვე სტანდარტი იმისათვის, რომ ლოჯისტიკურად იყოს ადვილად მისასვლელი შესაბამის ლოკაციამდე. არის ამ ეტაპზე შერჩეული ორი ძირითადი ლოკაცია, ორივე არის ოპტიმალური და ამ ორიდან ალბათ ერთ-ერთზე შევჯერდებით, დავალოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევას ამასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სპორტის განვითარება, შესაბამისად სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სტადიონის შენებლობა, ჩვენს ქალაქებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი სპორტის წარმატებას, სპორტის განვითარებას, რაც არის ჩვენი სიამაყის განსაკუთრებული საკანი. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პოლიტიკურ თემებზე. ის შეეხო ტრამპის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაპრეზიდენტებას და იმედი გამოთქვა, რომ ის დაამარცხებს Deep State-ს, იგივე გლობალური ომის პარტიებს. თუკი ეს ასე ვერ მოხდება, მისი განცხადებით ეს დიდი პრობლემა იქნება. მაგალითად კი უკრაინა მოიყვანა და მიზეზად, რომ ეს საქართველოში არ ხდება და ასახელა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აყვა ეგრეთ წოდებულ Deep State-ს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ძალიან დაინტერესებული, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და უფრო მეტი ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან განმაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც გვინდა ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით. დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორც არის შედგენილი ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორც არის ასოცირების დღის წესრიგი. მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხმედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია Deep State-ის სრულად დამარცხებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ვართ ზოგადად ოპტიმისტურად განწყობილი და კიდევ ერთხელ გვაქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. Deep State-ი თუ ვერ დამარცხდა,
ეს იქნება პრობლემა არა მარტო ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის, არამედ ეს იქნება პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ Deep State არის დაკავებული მსოფლიოს მასშტაბით ომების გაჩაღებით და უამრავი პრობლემა შეუქმნა არაერთ ქვეყანას, ხო? რა მდგომარეობამდე მიიყვანეს უკრაინა, ხედავთ თქვენ. ხო? ან სხვა ქვეყნები აღარ მინდა ყველა ჩამოთვალო. რა თქმა უნდა, მსოფლიოსთვის იქნება მთლიანად პრობლემა, Deep State-ის ვერ დამარცხება, არა მარტო საქართველოს. ჩვენ დავიტოვოთ, კი, Deep State-ის პოლიტიკა მიიყვანა აქამდე ამ მდგომარეობამდე უკრაინა და საქართველოს მიმართაც ჰქონდა Deep State-ს უკრაინიზაციის პირდაპირ ინტერესი. რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია უკრაინაში, მაგრამ კითხვა არ გაქვთ, რატომ არ მოხდა იგივე საქართველოში. იმიტომ რომ ჩვენ არ ავყევით Deep State-ის სცენარს. მოხდებით, რაზეც არის ალბათ. ჩვენ რა სცენარი იყო და ომის სცენარი იყო. პირველი ფრონტის სცენარი იყო უკრაინაში, მეორე ფრონტის სცენარი იყო საქართველოში. ჩვენ რომ ვერ გაგვეძლო ზეწოლისთვის, შანტაჟისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ ავყვებოდით Deep State-ის სცენარს. რაც სამწუხაროდ ვერ იქნა უზრუნველყოფილი უკრაინის შემთხვევაში. ძალიან სამწუხაროდ ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა არის განადგურებული, 10 მილიონამდე ადამიანი არის ტოლულად ქცეული, 3 მილიონი არის გახიზნული რუსეთში, დანარჩენი არის გახიზნული ევროპაში და სხვა ქვეყნებში. ინფრასტრუქტურა არის განადგურებული, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი არის დაკარგული და განადგურებული. დაღუპულებზე აღარაფერს ვამბობ, 100,000-ობით ადამიანი არის დაღუპული, გენოფონდი გაუნადგურეს უკრაინას. ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რომ უკრაინაში ვერ გაუძლეს Deep State-ის ზეწოლას, რასაც გაუძლიეთ ჩვენ, ხო, ზეწოლას და შანტაჟს. ესტონეთის პარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. მასში ნათქვამია: ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დააწესონ სანქციები იმ ქართველი პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ მშვიდობიანი აქციების ძალადობრივ დაშლასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში. ესტონეთის პარლამენტი ასევე ითხოვს კაცრად შეიზღუდოს ურთიერთობა საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობასთან იქამდე, ვიდრე ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება. გასული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ძალადობისა და დაშინების ატმოსფეროში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. მმართველი პარტია ქართული ოცნება, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, იყენებს გაყალბებული არჩევნების შედეგებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დასატრგუნად. ნათქვამია განცხადებაში. ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ესტონეთის პარლამენტი მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებს და მხარს უჭერს მის ძალისხმევას ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისების დასრულებისთვის. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტი მხარს უჭერს დემოკრატიულ ძალებს საქართველოში, რომლებიც ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რაც გარდაუვალია საკონსტიტუციო კრიზისის გადასაჭრელად და დემოკრატიის აღსადგენად. ასევე გმობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე სასტიკ რეპრესიებს მზარდი რუსული იმპერიალიზმის მხარდაჭერით და მოუწოდებს შეწყდეს ნებისმიერი ძალადობა ან დევნა, ასევე გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. ნათქვამია ესტონეთის პარლამენტის განცხადებაში. ესტონეთი გახლავთ ის სახელმწიფო, რომელსაც საქართველოზე მეტად აქვს ურთიერთობები, სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან. თუ ვინმეს წინააღმდეგ შეიძლება ქონდეს ესტონეთს პრეტენზია თავის სახელმწიფოს თავის წინააღმდეგ შეიძლება ქონდეს პრეტენზია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სახელმწიფოები საერთოდ ბალტიისპირა სახელმწიფოები სამწუხაროდ დიდად არიან დამოკიდებულები აი უცხოურ ძალაზე, რასაც ქვია Deep State და გლობალური ომის პარტია. ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოს ეს განცხადება არის კლასიკური მაგალითი იმის, თუ რატომ არის მიუღებელი და არასამართლიანი აი Deep State-ის წარმომადგენლობები ბალტიისპირეთშიც, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც და ასე შემდგომ. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში, სხვა ერებმა როგორ უნდა მოაწყონ თავიანთი პარლამენტი თუ გნებავთ ხელისუფლების ნებისმიერი შტო, ამას კარნახ. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უშიშროების საბჭოს საგანგებო ხლომა მოიწვია მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ.
როგორც რობერტ ბიცომ განაცხადა, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობა იგეგმება ქუჩის აქციების მოწყობითა და ადმინისტრაციული შენობების დაკავებით, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. მისივე თქმით, სლოვაკეთში იმყოფებიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და უკრაინაში მაიდანის პროცესებში იყვნენ ჩართულნი. სლოვაკეთის პრემიერის განცხადებას მართულ გუნდში აფასებენ. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, ასე ვიტყოდე მე დეტალები რა თქმა უნდა არ ვიცი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. აბსოლუტურად ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში. მე ხშირად ციტირებდი ხოლმე რობერტ ბიცოს პრემიერის, სლოვაკეთის პრემიერის კონკრეტულ ვიდეო მიმართვას, აწუთიან ვიდეო მიმართვას, სადაც ის აღწერს სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ლიბერალური ფაშიზმის განვრცობას სლოვაკეთის ტერიტორიაზე, რასაც ის აღწერს თავის აწუთიან მიმართვაში, არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც ხდება საქართველოს. შესაბამისად, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის აბსოლუტურად ლოგიკური. შესაბამისად, მე ვერ შევიდანდი, რა თქმა უნდა, სლოვაკეთის პრემიერის ამ განცხადებაში. ეს არის ძალიან საყურადღებო განცხადება და ფაქტი არის, რომ ლიბერალური ფაშიზმი მარცხდება ყველგან, ის დამარცხდა საქართველოში, დამარცხება დარწმუნებული ვარ სლოვაკეთშიც, მაგრამ ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იგივე აქტორები, რო ცდილობენ ერთი და იგივე მავნებლური გზით საკუთარი მიზნების განხორციელებას, მიუხედავად აი ამ ცდილობებისა, როგორც განწირული იყო ეს ანტიდემოკრატიული ქმედებები საქართველოში განხორციელებისთვის, ზუსტად იგივე შედეგები ექნება სლოვაკეთში. უბრალოდ ამ მხრივ საინტერესო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა ეს ყველაფერი და რაც უფრო დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში და ამერიკაში, მით უფრო გაძლიერდება დემოკრატიული პროცესები. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გარედან თავს მოხვეული მაიდანიზაციის გეგმა და უკრაინიზაციის გეგმა არ განხორციელდეს და დარწმუნებული ვარ, იგივე შეძლებს და გააკეთებს სლოვაკეთის ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეუდგა საქმიანობას, გარკვეული ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ ხლებენ გარკვეულ ბერკეტებს, რესურსებს, ცდილობენ, რომ მაქსიმალურად არიონ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სლოვაკეთში, ზოგადად იმ ქვეყნებში, სადაც მათთვის მიუღებელი ხელისუფლებებია, სიტუაცია გავიხსენოთ, რომ მინეთის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალებს გამარჯვება არ უწერიათ. ჩვენ ეს ვიხილეთ საქართველოში, თავის დროზე ვიხილეთ უკრაინაში, რაც მან განაცხადა, ეს არის სამწუხარო რეალობა და მოცემულობა. ჩვენო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩვენ თავად ხალხის ძალამ, ჩვენი წერილებით და კომენტარებით ხელისუფლებამ თავიდან ბოლომდე ვამხილეთ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები აქაური სემინარებით დაწყებული და პარლამენტზე შტორმის მიტანით იქ ვინ იყვნენ და ვინ იღებდნენ მონაწილეობას. რობერტო ბიცოს აი ეს განცხადება, რომ სლოვაკეთში არიან ის ეგრეთ წოდებული ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც საქართველოს მოვლენებში იღებდნენ მონაწილეობას და უკრაინის მაიდანში თავის დროზე, არის კიდე მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ სწორს ვამბობდით, მართალს ვამბობდით, განსაკუთრებით ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში. თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმჟელეს. დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მათსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება. ამასთან გამოძიება თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს. პროცესს სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც ბრალს აბსურდულს უწოდებს. ეხება ამ ინფორმაციის მტკიცებულებით ხასიათს, ის მტკიცებულების ყველათვისებას აღმაყოფილებს, არის დასაშვები რელევანტური და უტყუარი. რელევანტური არის, რადგან როგორც ვახსენე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე არის, შესაბამის გარემოებებს, არსებითი გარემოებებს ეხება, უტყუარი და დასაშვები არის, იმიტომ რომ ის მოპოვებული არის კანონმდებლობის სრული დაცვის და მტკიცებულების მოპოვების ნორმატიული წესების განხრელი დაცვით, რაც წინა სასამართლოს ხომაზე დასაშვებ მტკიცებულებად არის ცნობილი. რაც შეეხება წარუდგენლობის მიზეზს, ეს უკვე მარტივად რო ვთქვათ, თარიღებით იდენტიფიცირდება, შესაბამისად ამ მიმართულებით რაიმე კითხვის ნიშნებიც არ და ვერ იარსებობს. აქედან გამომდინარე, ჩემი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული. მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მესამე ნაწილის ბექვე პუნქტი და 194 მუხლის მესამე ნაწილის
გექვე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები კერძოდ ეს არის სხვისი დიდი ოდენობით ნივთის ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება თუ ეს ნივთი ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მარწომიან ფლობელობაში და გამყობლობაში იმყოფებოდა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ბატონო მოსამართლე, დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ სრულიად უდანაშაულო ადამიანი. საერთოდ ამ დარბაზში არ უნდა ვიყოფებოდე. ზუსტად ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა ახალგაზრდა, რომელიც დღეს ამ დარბაზებში არ უნდა იყოფებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამ რეჟიმის პირობებში უწევს ამ სკამზე ჯდომა. ეს სასამართლო არ არის საერთოდ არანაირ კანონსა და სამართლიანობაზე დაფუძნებული. იმიტომ რომ მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს. ჩემს დასჯას, ანგარიშწორებას და ფულის გამოძალვას. პროკურორმა ახსენა ახლა ჩემი პირადი ბიზნეს საქმიანობის აღწერა, როდესაც მე ჩემს კუთვნილ თანხებს, ჩემს ვთქვათ ლეგალური გზით მოპოვებულ თანხების ინვესტირებას ვახდენ სხვადასხვა უზრალ ქონებაში, ბიზნესში, ბანკების და ბირჟების მეშვეობით. ყველაფერი ეს ხდება ჩემს საკუთარ ანგარიშებზე, ჩემს სახელზე. არასოდეს არ მომხდარა რაიმე ბიზნესთან, რამე ჩემი აქტივის სხვა პიროვნებაზე გაფორმება. შესაბამისად, ჩემი პირადი ბიზნეს საქმიანობა ბოლო 12 წლის მანძილზე ვერანაირად ვერ იქნება გამარტებული როგორც რაიმე ფულის გათეთრება. მე შემეძლო ივანიშვილთან გარიგებაზე წასვლაზე. მაგრამ უარ ვიტყვი ამაზე. და ეს აქამდე არც გამიცხადებია. ივანიშვილმა თავისი წარმოადგენლის მეშვეობით გაუმიგზავნა წერილი, სადაც ჩემი თავისუფლების საფასურად ითხოვს დიდძალ რაოდენობა კრიპტოვალუტას. პირდაპირ მითითებულია რომ თუ დროულად არ დავაბრუნებ ამ კრიპტოვალუტას, ზდადი გრაფიკი არის მითითებული. კრიმინალური შოჩი კი ჩამირთვა, ასე ვთქვათ, ივანიშვილმა. გიორგი ბაჩაშვილის განცხადებით ის აფინანსებს იმ ფონდებს, რომელიც აქციაზე დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან თქვა. ბაჩაშვილის განმარტებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფინანსებს აქციებს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია. აქციების დაფინანსების მექანიზმი არ არსებობს. მე არ ვიცი როგორ დავაფინანსო აქციები, არ არსებობს ეს მექანიზმი. ანუ იქ არავის არც ხელფასი ეხდება იმ მონაწილეობაში და არც რა ვიცი, არც არაფერი არ არის. რა დაფინანსება უნდა აქციას? ხალხი პროტესტი ვისაც აქვს, ხალხი გამოდიან და თავის ფასეულობებზე დგანან, თავის ფასეულობებისთვის და თავისი დემოკრატიისთვის, ქვეყნის დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. რა დაფინანსება უნდა, ამას ვერ გავიგე. უბრალოდ სახელმწიფო, რომელიც არეპრესირებს იმ ხალხს, რომელიც ცემს და რომელიც საშინელ მდგომარეობაში ამყოფებს ხალხს, ვინც თავისი ფასეულობის გამო გარეთ დგას, იმ ხალხს ვეხმარები და ყოველთვის დავეხმარებ. ტელევიზიით და საჯაროდ არ განვაცხადებ, რომელ ფონდებს ვაფინანსებ. გარწმუნებთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის ფონდები და მე სხვანაირი ფონდები არც ვიცი, რომლებიც ეხმარებიან დაზარალებულ ადამიანებს. დაზარალებულ ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც გამოუშვეს სამსახურებიდან. მე ამ ფონდებს არ დავასახელებ, იმიტომ რომ სახელმწიფოსგან მიმდინარეობს ზეწოლა ყველა მიმართულებით. მე არ მინდა, რომ ჩემი დახმარება გახდეს ვიღაცაზე ზეწოლის მიზეზი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო პროცესი აღდგენილია. მთელი ღამის განმავლობაში ბიბლიოთეკაში სტუდენტები იყვნენ შეკრებილები, თუმცა გამოცდაზე მოსულმა სტუდენტებმა მოწყობილი ბარიკადები დაშალეს და გამოცდაზე შევიდნენ. აქციის მონაწილეები ახლა უნივერსიტეტის წინ განან. მოთხოვნები უცვლელია. დაკავებულების გათავისუფლება, ღირსეული სტიპენდია და საცხოვრებელი სტუდენტებისთვის. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი მასშტაბური გახდება. სტუდენტებმა თუ გადავწყვეტეთ, რომ ესეთი სასწავლო პროცესი არ უნდა, მაშინ არ უნდა მიმდინარეობდეს. ვისაც არ უნდა? სტუდენტებზე მეტად რატომ თუ ლეგიტიმურები? ანუ რას ველაპარაკები, რომ სტუდენტებზე ლეგიტიმურები არ ხდება. არა ვარ, ვინ იცავს? არა ეს ვარ. რა არის? ბარიკადები შემოანგრიეს. ჩვენ ვცდილობდით დიალოგის რეჟიმში გვეწარმოებინა და აგვეხსნა მათთვის თუ ვისი კომპეტენცია იყო განესაზღვრა რა მოხდებოდა ამ შენობაში და რატომ მოხდებოდა. ჩვენთან ადმინისტრაცია მაქსიმალურად თავს არიდებდა კონტაქტსაც, ვცდილობდა რომ დავეპირისპირებინეთ სტუდენტები, სხვა სტუდენტები და
უნივერსიტეტის თანამშრომლები. ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, მალე ამ პროტესტს მოუძებნით შესაბამის ფორმას, ისეც როგორც აქამდე იყო და შეიძლება უფრო ეფექტურსაც კი. ყველაფერი დაიწყო გუშინ, როდესაც დაიკავა კაცთემო ჯგუფმა დაიკავა აღნიშნული ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ლეგიტიმური მიზნები, მათ შორის იყო უკანონო პატიმრობის გათავისუფლება, რომელთაგან ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი ზვია ცეცხლზე არის პატიმრობაში და ხარჯაჭერას უცხადებს, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ლეგიტიმური მიზნების შესრულება ამ უშუალოდ ბიბლიოთეკის შენობის დაკავებით არ იყო გამოსადეგი საშუალება. შესაბამისად, ამ საშუალებამ შეზღუდა ჩვენი უფლებებიც, რომელიც არის განათლების უფლება და რომელიც ჩვენი კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული და ჩვენი კონსტიტუციური უფლება ჩვენი თუ აღვადგინეთ ამ შემოსულით. ეხლა დღესდღეობის მონაცემებით სტუდენტები შეიკრიბნენ დაახლოებით 1500-მდე სტუდენტის ეწყება გამოცდა და სტუდენტები ძალიან იტყოდნენ მოკლედ შემოშვას. ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ჩვენი რესურსი დაცვის სამსახური აქვს მობილიზებული. რამოდენიმე სტუდენტმა ასე ვთქვათ შეძლო და მიაწვა აი ამ დივნებს რომლებიც იყო და შემოვიდნენ. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია საერთაშორისო მედიასთან ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე. ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით საერთაშორისო მედიამ ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკს იულიუს ბერს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არ გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად ცნობილმა საერთაშორისო მედია პლატფორმამ უარი ინფორმაციის განთავსებაზე იმოტივით თქვა, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში. ინფორმაციას კი განთავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიზეზით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი კითხვებს აჩენს. დაინტერესებულ პირებს გსურს გაცნობოთ, რომ საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის შვეიცარიაში, ბიძინა ივანიშვილსა და იულიუს ბერს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო კონსულტანტმა, როგორც კი გაეცნო ქართულ მედია სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას იულიუს ბერის ქმედებების შესახებ, განაცხადა, რომ გავრცელებული განცხადება იმდენად საინტერესო ინფორმაცია შეიცავდა, რომ პრეს-რელიზის ფორმატში განათავსებდა ერთ-ერთ ცნობილ საერთაშორისო მედია პლატფორმაზე და სხვა მედია საშუალებების შემდეგ აიღებდნენ ინფორმაციას აღნიშნული პლატფორმიდან. მოგვიანებით მედია კონსულტანტმა გვაცნობა, რომ მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში იულიუს ბერის წინააღმდეგ და ინფორმაციას განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. გსურს გაცნობოთ, რომ უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც როგორც მოგახსენებათ, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ კითხვებს აჩენს. მედია კონსულტანტი შემდეგ დაუკავშირდა სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებს, თუმცა უარი მიიღო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. როგორც დაინტერესებული პირებისთვის არის ცნობილი, კრედიტ სუისთან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული პრობლემები ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით. გარკვეული ინფორმაცია ქვეყნდებოდა საერთაშორისო, მათ შორის შვეიცარიულ მედიაში, მაგრამ როდესაც ინფორმაცია ეხებოდა მენეჯმენტის ქმედებებს, მაშინვე ჩნდებოდა დაბრკოლებები. გსურს გაცნობოთ, რომ იულიუს ბერის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ეტაპობრივად მოხდება ინფორმაციის გავრცელება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ძლიერი საქართველოს ლიდერის ალეკო ელისაშვილის საქმეზე წინა სასამართლო პროცესი გაიმართა. ალეკო ელისაშვილის განცხადებით წარდგენილ ბრალდებაში თავს დაამნაშავედ არ ცნობს. სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმჟელეს, რის შემდეგაც სასამართლომ საქმის არსებითად განსახილველად გადაცემაზე იმჟელა. ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირა აქვს შეფარდებული. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში კოსტავოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს ალი ბაბაევს თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეში არის სპეციალურებები, რომლებიც გონიურობებს უმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჩადენილი არის დანაშაული, რა თქმა უნდა, გვაქვს მოგოდინი, რომ სასამართლო არსებითად განსაკუთრებულად გადაცემს სამართლის არის როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე დაზარალებული ჩვენება და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ვიდეო ჩანაწერი, სადაც სრულყოფილად საწყის ეტაპიდან დასრულებამდე ასახული არის ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ძალადობის ფაქტი. იმ ბრალდების დადასტურება, რომელიც ალეკო ელისაშვილს არის წარმოებული, არავითარ მტკიცებულება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ
თვითონ დაზარალებულის ჩვენება არა აქვს პროკურატურა შეფასებული ისეთ მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც არის თვითონ დაზარალებული, ეგრეთ წოდებული დაზარალებულის ქმედება ალეკ ველისაშვილის მიმართ, არა აქვს შეფასებული ისეთ საკითხი, რომელიც როგორც არის დაკავების დროს ალაგების მდგომარეობა. რეჟიმი და მისი ეს მსახურის რაღაც დუქანი, სადაც ახლა ვართ, აბსოლუტურად დაცლილი სიმართლისგან და სამართლიანობისგან, არის ეს გადასული ძალადობაზე და ამის მონაწილეები ვართ ყველანი. მე დავებიან ქუჩაში კაცმა შემაგინა და შემოწმე. ვიღაცა გაუგებარი კაცი არის, ალიბაბაები და მაგის მიმართ პოლიტიკური დევნაა და გახარია პრემიერ-მინისტრი კაცი მოკლეს ცემაში და ცემის მუხლით აუგდროს ბრალ. ანუ ის პოლიტიკური დევნაა და ეს ცემა, ხო და ნუ აი ესეთაა ჩაპიტოში ვარ მოსული. ლოგიკური და მოსალოდნელი ასე აფასებენ ქართული ოცნების წევრები დონალდ ტრამპის განკარგულებას, რის მიხედვითაც საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით ეფექტიანობისა და თანმიმდევრულობის შეფასებამდე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგარეო დახმარება შეჩერდა. ტრამპს და მის ადმინისტრაციას გლობალური ხედვა სოფლიო პოლიტიკის წარმართვისა განსხვავებული აქვს. მათ გლობალური ხედვა რაში გამოიხატება? ეს არის შვიდობა, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და მათი გაძლიერება. ამიტომ ისინი დაეხმარებიან და დახმარებას გაუწევენ მომავალში იმ აქტიურობას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომელიც ამ ფუნდამენტალურ ხედვას და ფასეულობებს ემსახურება და იმედი ვიქონიეთ, რომ ეს აღარ იქნება დაფინანსებები მიმართული ქვეყნის საშინაო საქმეებში, არჩევნებში ისეთი ტიპის ჩარევებზე, რომელიც სწორედ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შინაარსს ფაქტობრივად გამოიცხადებს. საქართველოში იმ რაღაც რამოდენიმე მდიდარ NGO-ზე, ეგრეთ წოდებულ NGO-ზე, რომელიც არაერთხელ მithქვამს და ხაზგასმიდა კიდევ ერთხელ გავიმეორო იმ რეალურად შეკესეებზე, რომლებიც იყვნენ დიდი შავი ფულის გამტარი იმ დესტრუქციისთვის, რომელიც დესტრუქციასაც არ ვხედავთ არა მხოლოდ ეხლა, არ მეოთხე, მეხუთე მცდელობა უკვე სახელმწიფო გადატრიალების. აი ეს ყველაფერი სამწუხაროდ ძალიან ბევრის დონორი, სამწუხაროდ ძალიან ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ და ხშირად პირდაპირ სახელმწიფოზე მიბმული არასამთავრობოები და ამაზე ჩვენ წუხილი არაერთხელ გამოგვთქვამს. ასე რომ აქ მათთან ამ დაფინანსების შეჩერება ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების სხვადასხვა პირის სახელით ერთ-ერთი ონლაინ ტოტალიზატორის ვებგვერდზე წინასწარ შერჩეულ სპორტულ თამაშებზე ათავსებდნენ ფსონებს, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და ამავე კომპანიის უფლებამოსილი პირი შიდა ადმინისტრირების პროგრამაში ხელოვნურად ცვლიდა თამაშის შედეგებს და წაგებულ ბილეთს მოგებული სტატუსს ანიჭებდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, ასევე 194 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ევროპარლამენტარების დებატებს გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოში. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯანსაღი აზრის მქონე დეპუტატები ევროპარლამენტში ჯერ კიდევ არიან, რაც მნიშვნელოვანია. ოპოზიცია კი თვლის, რომ დღეს სწორი შეფასებები გააკეთა დებატების დროს ევროპარლამენტში და გააკრიტიკეს ის დეპუტატები, ვინც ქართული ოცნების პოზიცია დაიცვა. ეს იყო მე ვფიქრობ თავი გზავნილი, რომ სწორედ ახალი არჩევნები, რეპრესიების შეწყვეტა, პატრონების გათავისუფლება, ის მოთხოვნები რაც მოდიოდა ისმის და თუ კი ეს ასე არ იქნება, მაშინ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, საქართველოს იზოლაცია კიდევ უფრო ღრმა იქნება, თითოეულ და ძალიან საეჭვო, ასე ვთქვათ, რეპუტაციის, პოლიტიკური რეპუტაცია მოქმედებაში დეპუტატის გარდა პრაქტიკულად ყველა ერთხმად და შეიძლება განსხვავებული სიტყვებით, მაგრამ ერთი აზრით საუბრობს იმაზე, რომ არ შეიძლება
საქართველოში ამ ტიპის დემოკრატიული უკუსვლა. ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს რა რეჟიმთან გვაქვს ჩვენ საქმე და რას ვებრძვით ქართველი ხალხი და ხაზგასმული იყო საქართველოში დემოკრატიის და ქართული ხალხის ხარდაჭერის მნიშვნელობა. შესაბამისად, რაც უფრო გაიზრდება ასეთი ტიპის ბრუტალური მოქმედებები ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლაც რა თქმა უნდა გაძლიერდება და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, შიდა ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისისა და გარე ლეგიტიმაციის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისის ფონზე ხელისუფლებას მოუწევს აუცილებლად უკანდახევა და აუცილებლად დაიჯება ყველა ის ორგანიზატორი და დამნაშავე, რომელიც ამ რეჟიმს ემსახურება. ჩვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი. თუ ვინმეს აქვს რეალურად სურვილი, რომ საქმეში გაერკვეს და ნამდვილად სწორი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შეუძლია ჩახედონ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს და ნახოს რა გადაწყვეტილებები აქვს მიღებული ამ სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩახედოს ძალიან ბევრ საერთაშორისო ინდექსს და ნახოს თუ სად არის საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის მიმართულებით და რაც თავარია ჩახედოს ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა და ნახოს სად არის საქართველო თითოეული მიმართულებით, რომელიც რაც ეხება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას.